მოგესალმებით. მე ლელა კოტორაშვილი ვარ. ამ ვიდეოში მსურს გაგაცნოთ ერთი თვალსაჩინოება, რომლის შექმნის იდეაც განძის კუნძულის საკითხვის შემდეგ დამებადა. როგორც ხედავთ, განძის რუკის ფორმა აქვს, მაგრამ ამ თვალსაჩინოებას განძის რუკის ნაცვლად დავარქვი წიგნის რუკა. თუ თქვენ გსურთ, რომ ბავშვებს წიგნი გააცნოთ, ისე რომ არ გაუხილოთ მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენები, მაგრამ გიგსურთ, რომ აღუძრათ ცნობის მოყვარეობა, ასწავლოთ კითხვის მეთოდები, კითხვის პროცესში ყურადღების გამახვილება საკვანძო მოვლენებზე, სიტყვებზე დაკვირვება და გსურთ, რომ მათი ყურადღება შენარჩუნებული იყოს ბოლომდე, მაშინ ეს მეთოდი ձեր გამოჭრილია. ამასთანავე ვიცით, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ კლასიკური ნაწარმოებების კითხვა. სწორედ ამიტომ ისეთი წიგნის, როგორიც არის განძის კუნძული, მიუხედავად საოცრად მიმზიდველი სიუჟეტისა და სათავგადასავლო ჟანრისა, მაინც მათთვის რთული იქნება ის იმ ლექსიკას გულისხმობ წაკითხვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემექმნა ასეთი წიგნის რუკა და ახლა აღვწერ ამ თვალსაჩინოებას. პირველ გვერდზე დავიტანე მნიშვნელოვანი სიტყვები, სახელწოდებები, პერსონაჟის სახელები, რომლებიც გვხვდება ამ წიგნში. ხოლო მეორე გვერდზე კი წიგნის წაკითხვის შემდგომ ვთავაზობ სახალისო აქტივობებს. მაგალითად, ჩემი არჩევანი ამგვარია. ხო, ახლა რაში მდგომარეობს, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა. წიგნის წაკითხვამდე ვურიგებ აი ამ ბაძლევან გავაკრავ დაფაზე, ან თუ ინდივიდუალურად მინდა, ინდივიდუალურად მივცემ, ფოტოს გადავუღებ, 1000 ფორმა არსებობს, როგორ შეიძლება გავავრცელო ეს ერთი ცალი ნიმუში ამ თვალსაჩინოების. და ბავშვმა უნდა წაიკითხოს თავდაპირველად გულდასმით თითოეული ამონაწერი და შემდეგ კითხვის პროცესში, როგორც კი შეხვდება მაგალითად ადმირალი ბენბოუ, მიწერია პირველი და უნდა წითლად შემოხაზოს და მიუწეროს გვერდი. წიგნის წაკითხვის შემდეგ უნდა მიუბრუნდეს და ეს აქტივობები სწორედ ამ ამონაწერის მიხედვით მაქვს მოფიქრებული. ნახეთ, ჩემი შერჩეული სიტყვები და ფრაზები, მნიშვნელოვანი მოვლენები და დეტალები თუ სიტყვები ამგვარია. ადმირალი ბენბოუ, შავი ძაღლი, ნივთების კივრიდან, სამი კიტნა ჭოგრიტი, სასტუმროში ძველი ღუზა, გამოგზავნილი წერილი. გემი ისპანიოლა, ტრიუმი, კაპიტანი ფლინტი, ვაშლის კასრი, ჩიბუხა, გემი ლომვეშაპი, ლილი ბულერო, საიქიმო ხელსაწყოების ყუთი, გემიდან კუნძულზე წაღებული ნივთები, ჭოგრიტის მწვერვალი, ხიარული როჯერი, ბრენდი, საპურე ტომრები, გინია, ლიუდორი, დუბლინი და მოიდორი. როგორც მიხვდით, ამ ჩამონათვალიდან ბავშვი წინასწარ ვერ იგებს ძალიან მნიშვნელოვან ამბებს, რომელიც თავად უნდა აღმოაჩინოს. ეს წიგნი სათავგადასავლო ჟანრის არის, როგორც უკვე ვახსენე, და თუ კი ჩვენ ვთქვათ 250 გვერდზე რა ხდება დასაწყისშივე ვეთყვით, ცხადია ეს არ შეიძლება და მათ ინტერესს ჩავახშობთ, ხო? ამით თავად უნდა წაიკითხონ და აღმოაჩინონ ასეთი მნიშვნელოვანი ამბები და მოვლენები. სწორედ ამიტომ ეს საფრთხილო ამბავია, რომ გააცნო და მოამბო ისე ამ წიგნის შესახებ, რომ ყველაფერი არ გაუმხილო. ვფიქრობ, ცნობის მოყვარეობას აღძრავს ჩემი მიერ შერჩეული სიტყვები და სახელწოდებები, ვთქვათ, გემები, სამი კიტნოების და დავალებების ნუსხა კი ამგვარია. წიგნის საკითხვამდე რუკაზე დაწერილ სიტყვებს გაეცანი. აქ ვაცნობ ინსტრუქციას. წიგნის კითხვის პროცესში რუკაზე ამოკითხული სიტყვა ან ფრაზა უნდა იპოვო და წითლად მონიშნო რუკაზე, თან გვერდიც მიუწერო.
წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიცანი ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს და რომელიც მოგეწონება შეასრულე. გამოწერე რა ნივთები იპოვეს ჯიმ ჰოკინზმა და დედამისმა ბილი ბოუნზის კივრში. მოიფიქრე შენ რომ მეზღვაური იყოს კივრში რომელ ნივთს ჩააწყობდი. გაიცანი მისტერ ტრელონის წერილს და დაწერე კომენტარი შთაბეჭდილება. YouTube-ზე მოძებნე ლილი ბულერო და იცეკვე. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მოძებნე სიტყვა ჩიბუხა. რუკაზე დატანილი ნიშნებიდან შეარჩიე ერთი და დაწერე შენი შთაბეჭდილებები წიგნის შესახებ. როგორც ხედავთ, აქტივობები მოიცავს კითხვის პროცესს, სამივე პროცესს, წიგნის წაკითხვამდე, წაკითხვის პროცესში და წაკითხვის შემდგომ პროცესს, რაც გაგება გააზრებას უწყობს ხელს. შემდგომ წერითი აქტივობაც არის მიბმული და ასევე თანამედროვე ვთქვათ YouTube-იც ჩავრთეთ. კიდევ 1000 რამ შეგვიძლია მოვიფიქროთ, ვთქვათ, დავავალოთ რომელიმე ფილმის ყურება წაკითხვის შემდგომ, მსგავსებებისა და განსხვავების შესახებ დაწერონ დამოუკიდებლად და კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. ვფიქრობ, აი ასეთი დამზადებული თვალსაჩინოება, მეთოდად ქცეული, გამიზნული ბავშვის ასაკის გათვალისწინებით და იმის ზრუნვა იმაზე, რომ ცნობის მოყვარეობა აღგვიძრათ, მათთვის რომ ვფიქრობთ, ამაზე გაამახვილონ ყურადღება და ისინი ამას აუცილებლად იგრძნობენ, შედეგს აუცილებლად გამოიღებს და დაუიწყარი იქნება მათთვის განძის კუნძულისა თუ სხვა წიგნის წაკითხვა. გმადლობთ ყურადღებისთვის, თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი.